მოგესალმებით. დღეს თქვენს მიერ მოწოდებულ წყაროებს ჩაუღრმავდებით. ეს გახლავთ გიორგი მერჩულეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, მე-10 საუკუნის ტექსტი. დიახ, უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ჩვენ ვეცნობით წმინდა გრიგოლის ამბავს, რომელიც მერვე მე-9 საუკუნეებში მოღვაწეობდა ტაო-კლარჯეთში. საკმაოდ რთულ პერიოდში, ხომ? არაბთა ბატონობის დროს. ნამდვილად. და ჩვენი მიზანია ამ ჰაგიოგრაფიული ტექსტის მიღმა, ანუ წმინდანის ცხოვრების აღწერის მიღმა, დავინახოთ. რეალური ადამიანი. დიახ, რეალური ადამიანი, ისტორიული ფიგურა, ვინ იყო ის სინამდვილეში? მისი ხასიათი, მიღწევები, გავლენა. ძალიან საინტერესოა. მოდით დავიწყოთ იმით, თუ როგორ წარმოგვიდგენს მას წყარო. ფრაზაც არის: ზეცისა კაცი და ქვეანისა ანგელოზი. საკმაოდ მაღალი შეფასებაა. კი ბატონო, და ამასთანავე მიწიერი დეტალებიც არის. წარჩინებული ოჯახიდან ყოფილა ნერსე ერისთავის კარზე აღზრდილი. ანუ მაშინდელი ელიტის წრეში. და ნიჭიერიც ჩანს. ენებს სწავლობდა ადვილად, საღვთო წერილს. დიახ, მჭევრმეტყველიც ყოფილა, მაგრამ თან საოცრად თავმდაბალი. ხო, ეგ მომენტია საინტერესო. მოდლობაზეც კი ყოყმაობდა, არა? პატივსავ შედავდა პატიჟისაგან მეშინის. ზუსტად, ანუ პასუხისმგებლობას უფრთხოდა, თორე პატივი კი ესმოდა. ეპისკოპოსობას ხომ საერთოდ გაექცა. და ამასთან ერთად მისი ცხოვრების წესიც ასკეტური. არ ესწრაფოდა ამ ქვეყნიურ სიამეს. მართალია, მაგრამ აქ არის ერთი, ძალიან საინტერესო დეტალი. ტექსტში წერია, რომ ფიზიკურადაც ძლიერი იყო. ტანადი, ტანსრული, ჯამრთელი. აჰა, ანუ არა მხოლოდ სულიერად ამაღლებული, არამედ ფიზიკურადაც ძლიერი. დიახ, ეს კომბინაცია, სულიერი სიმაღლე, თავდაბლობა და ფიზიკური ჯამრთელობა რაღაცნაირად უფრო სრულყოფილ ლიდერად წარმოაჩენს, რომელსაც დიდი საქმეების კეთება შეეძლო. და ეს საქმეები ხომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ ეპოქაში. წყაროები ხაზუსვამენ, რომ ქართული, როგორც ცენტრი, დაკნინებული იყო არაბთა ბატონობის გამო. დიახ, პოლიტიკური და კულტურული ცენტრის შესუსტდა. და სწორედ ამ დროს გრიგოლი და მისი თანამოაზრეები, საბა იშხნელი, თეოდორე, ქრისტეფორე, ხო, მოხსენებული არიან ტექსტში. ისინი იწყებენ მოღვაწეობას ტაო-კლარჯეთში. თითქოს ახალი სულიერი და კულტურული კერის შექმნას ცდილობენ. ანუ ეს იყო ერთგვარი მისია. ნამდვილად. და ამ მისიის ნაწილი იყო ეს გრანდიოზული სამონასტრო მშენებლობა. წარმოიდგინეთ, გრიგოლი ხანთთის მონასტერს აშენებს კლდეში, დიდი შრომით, თითქმის იარაღების გარეშე. რთული წარმოსადგენია. შემდეგ აშოთ კურაპალატის, იმ დროის ერთ-ერთი უძლიერესი ქართველი მმართველის, დახმარებით აარსებს შატბერდს. მერე გუნათლეს ვანი, იქ გაბრიელ დაფანჩული ეხმარება. ანუ ადგილობრივ დიდებულებთანაც ჰქონდა კავშირი. რა თქმა უნდა. და ეს არ იყო მხოლოდ შენობების აგება. მან დაარსა ახალი სულიერი ცენტრები, მკაცრი წესდებით, ასკეტიზმი, მუდმივი ლოცვა და რაც მთავარია, შრომა. ეს ლიდერობის თემაა ძალიან საინტერესო. ის უბრალოდ ბერი არ ყოფილა. მას ჰქონდა უდიდესი ავტორიტეტი. აბარა. მეფეები, აშოთ კურაპალატი, მისი შვილები, აფხაზთა მეფე დემეტრეც კი ფეხზე უდგებოდნენ, წერია. საიდან მოდიოდა ეს გავლენა? ტექსტში არის ნახსენები, რომ სახელმწიფო საქმეებშიც კი ერეოდა. ეს მისი მორალური სიძლიერიდან მოდიოდა ალბათ. მაგალითად, პირდაპირ ამ ხელს აშოთ კურაპალატს, როცა მეფე, მრუშობს და აიძულებს, რომ ის ქალი სასახლიდან გააძეოს. საკმაოდ თამამი ნაბიჯია მეფესთან მიმართებაში. კი ბატონო, ან ჯავახეთის კრებაზე, არსენ კათალიკოსის დავის დროს მისი სიტყვა ყოფილა გადამწყვეტი. აფხაზთა მეფეს დემეტრეს მკაცრად მოსთხოვა მისი ძმების გათავისუფლება. ანუ პოლიტიკურ საკითხებშიც საკმაოდ აქტიური იყო. დიახ, თვითონ ეფრემ ეპისკოპოსი, მაღალი იერარქი, აღიარებს მის ავტორიტეტს, ამბობს: სადამ ამა გრიგოლი იყოს, მე მუნ არა ვიკადრებს სიტყვად, ანუ სადაც გრიგოლია, მიქ ლაპარაკს ვერ გავბედავო. ეს უკვე ბევრს ნიშნავს. და მისი პრინციპულობაც ჩანს, ხომ? იგივე ეფრემს რომ ეუბრება, თუ ასე მოიქცევი, ჩათვალე, შენი მოძღვარი აღარ ვარო. ზუსტად. უკვე თუ ამას იქ ეფრემ მე უვარ მყავ, ვითა არა შენი მოძღვარი ვარ. ძალიან მკაცრი და პრინციპული პოზიციაა. წყაროები მის წინასწარმეტყველურ უნარზეც საუბრობენ. ის ეპიზოდიც ხირი, რომ მის მოკლას აპირებს.
დიახ, და გრიგოლმა პინასწარ იცის და პირდაპირ ამხელს მკვლელობისთვის მოსულ კაცს. ანუ არა 3-სა გრივისა ფეთვისათვის და 5-თა თხათათათვის მოსრულ ხარა, მოკლვა ჩემ და უგუნურო. ანუ პირდაპირ უთხრა მოტივიც კი. კი, და ტექსტში სასწაულებრივი ეპიზოდებიც არის აღწერილი. ლოცვით განკურნება, მკვლელობის მცდელობისას ნათლის სვეტის და ჯვრის გამოცხადება, რომელიც მკვლელს აჩერებს, ცქირის უეცარი სიკვდილიც ხანძთაზე თავდასხმის მცდელობისას. საინტერესოა. და სხვათა შორის, რაც ასევე უჩვეულოა ჰაგიოგრაფიისთვის არის ეგრეთ წოდებული რომანული ეპიზოდები. აი ზენონის დის ამბავი ან აშოტის იმ სიძვის დიაცის ისტორია. თითქოს ცოტა სხვა ჟანრიდანაა რა? დიახ, თითქმის საერო ნოველისტური ელემენტებია, ეს ტრადიციულ წმინდანთა ცხოვრებაში იშვიათია და ტექსტს უფრო, მიწიერ ადამიანურ განზომილებას სცემს. და მან ხომ ძალიან დიდ ხანს იცოცხლა 102 წელი. ტექსტის მიხედვით, ბოლომდე აქტიური და შრომის მოყვარე იყო. ნამდვილად. და ანდარტშიც კი ხას უსვამს ხანძთისა და შატბერდის ერთობას, ამ ორი დიდი ცენტრის მნიშვნელობას. და ბოლოს ისევ თავდაბლობა ითხოვს, რომ თავის ძმებთან, ბერებთან ერთად დამარხონ, რადგან არაუმჯობეს ვარ ძმათა ჩემთა. მისი მემკვიდრეობა მართლაც უზარმაზარია. ეს მონასტრები, სულიერი ცენტრები, მთელი სამონასტრო საზოგადოება, რომელიც მან აღზარდა, მაგრამ ალბათ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მან და მისმა თანამედროვეებმა შეძლეს ქართული კულტურისა და სარწმუნოების შენარჩუნება და მეტიც გაძლიერება ურთულეს პერიოდში. ხო, და სწორედ ამ ეპოქას უკავშირებს მერჩულე საქართველოს იმ ცნობილ განსაზღვრებას. დიახ, სადაც ქართული ენა და ღვთის სამსახურებაა მთავარი. ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის. ეს ხაზს უსვამს, რომ ქართული იდენტობისთვის ენა და სარწმუნოება იყო და არის განმსაზღვრელი. მაშასე რომ შევაჯამოთ რას გვეუბნება ეს წყარო. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გვიხატავს არაუბრალოდ წმინდანს, არამედ ძალიან კომპლექსურ ფიგურას. ნამდვილად, ძლიერი პიროვნება, სულიერი წინამძღოლი, კულტურის მოღვაწე და ამავდროულად საოცრად პრაქტიკული ორგანიზატორი. რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში ძალიან რთულ ისტორიულ ეპოქაში. და ალბათ დასასრულს ღირს დავფიქრდეთ ერთ რამეზე, თქვენც დაფიქრდით, როგორ ახერხებდა ერთი ადამიანი, გრიგოლი, ასეთი ღრმა სულიერების ასკეტიზმის შერწყმას, ასეთ პრაგმატულ, ხშირად მკაცრ და პრინციპულ ლიდერობასთან. რას შეიძლება ეს გვეუბნებოდეს დღეს ჩვენ, როცა ვფიქრობთ ლიდერობაზე, სულიერებასა და პრაქტიკულ მოქმედებაზე?